თითქმის ერთი კვირა გავიდა, მაგრამ ყოველდღე ჯერ ისევ მაწუხებს სინდისი იმის გამო, რომ მე გიომ, ნიკამ და ქეთი მაიკოს ტელეფონით ფეხბურთი ვითამაშეთ და თან თამაშობდით, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით ხდებოდა. მაგრამ ჩვენ ხომ სხვა გზა არ გქონდა. ეს ყველაფერი ხომ გიოს და თამუნას ერთად ყოფნისთვის ხდებოდა. ისე ეხლა ნანო, რას ვამტრევდით იმ ტელეფონს? რა გვინდოდა? ის რომ არ დაგვემტკი ახლა ჩემთვის ვიგორიალებდი ლოგინში. რა მინდა მე კახეთში? წავედი, ჩავცომ, თორე გიო მოვა მალე და მივდივარ. კარგად. რა მინდოდა? გუშინ მაიკოს რა ტყუილად გაუტყდა, ხო თა როგორი კარგი ტელეფონი. არ ეყიდე ის კამერიანი ტელეფონი და არ გაუტყდებოდა. არა, უკამერო ტელეფონები ხო უფრო დიდხანს ძლებენ ბატარეა და შენო ფული მიეც თორნიკეს ხო იცი? ჩემი ყურძნის ფული. მე მაინც მოვახერხე და ვიყიდე ის ყურძენი. დღეს სარდაფს დავალაგებ, მოვამზადებ კარგად. მე აქვე კახეთში ჩავერბე და იმ ყურძენს წამოვიღებ, ჰა? და დავწურავ, როგორია? რა კარგი ამბავია, გიო. მოიცადე და იმ ყურძნის ფული საიდან ქონდა? საიდან და? აი მე გიორგი. რა იყო? აი მე გიორგი, ეხლა მე მითხარი რა გააკეთე. გიორგი, საიდან ქონდა ყურძნის? მოიცა. თამუნა. გიო, მე ვიფიქრე რომ ჩემი ტაფები თამუნა, მე ხო გითხარი, ყურძენი უნდა ვიყიდოთ ხო და ტაფები რა შუაშია? რა ვიცი, ეტყობა რეფლექსი მაქვს უკვე და გიო და მარტო მიდიხარ? არა, ზურა მომყვება და სად არის ჩემი გასაღები? იცი რა, ვფიქრობდი რომ რობერტი ხო არ წავიყვანოთ ხო, იმიტომ რომ შარშე რო წავიყვანა, გახსოვს რომ ნახევარ ფაში მაყიდინა მთელი ყურძენი. სამაგიეროდ გზაში იმდენი ფული დაგახარჯინა, სულ ორ მაგ ფაში გეყიდა, ეგ ყურძენი მაინც მოგებაში იქნებოდი. კაი. და სარდაფის დასუფთავებაზე ზურა უარი გითხრა? კი, უარი მითხრა და ამიტომ რობერტის დაურეკე, რობერტი მოვა და სარდაფს დაალაგებს. და გინდა ეხა კარგი ამბავი გითხრა მე? რობერტი არ დაგჭირდება გიო, თორნიკე მოგეხმარება. აბა ეხლა კარგი ამბავი მითხარი? ეხლა აქ არ დაიწყო როგორც იცი ხოლმე რა. მისმინე, მაგ შენ ძმა თორნიკეს დაურეკე და უთხარი რომ დღეს აქ არ მჭირდება და არ დამენახოს. კაი გიო ეხლა. ხო, მართლა გეუბნები. გიო. სიურპრიზი! დიდო ფო! დიდო! არები ჩაიკეტა, მანდ მოგიწევს ყოფნა, ვაიმე ეხლა. საიდან მომიყვანე საქმე ვერ გავიგე. გიორგი, კარგია ახლა. რატო ვერ მივხვდი რომ შეიძლება ყოფილიყო რა? სიურპრიზი ასე სიურპრიზი დიდო! რა ვახარ ბიჭო? დილიდან ძმა უიგვდგა ვარ, შენ ადგომას ველოდები 9 საათიდან ფეხი არ გამინძრებია. აი გიო, კარგი ამბავი. ბიჭო, ეხლა რა ხდება იცი? დისტრიბუციიდან გამირეკეს. ძალიან მაგარი სასტრაფო საქმეაო და უნდა წამოხვიდეო რა, ბოდიში რო ვერ დაგეხმარები. რა? ვაიმე, შენ გაიხარე რა, მოდი რა მიხედე შენ საქმეს. მოდი, არ გადადო მიხედე. მაიცა. არ გადადო. მოიცა, დიდო ეგრე მიცნობ ძმაო, ეგრე მიცნობ. დამირეკეს თუ არა ყველაფერი გადავდე ეგრევე რა დიდო რა. მე ხო ვიცოდი ჩემი წამოსვლა მაგრა გინდოდა და მეთქი გავეხმურებ ცოტას ვანერვიულებ. ამგის ისე ნერვიულობ უკვე რა. ბიჭო, რა მაგარი სუნია ია სუნია, ფანჯრების საწმენდის სუნია. ო, ვიცი. მაგრამ ევასება ფანჯრის საწმენდის სუნი რა. თორნიკე? და
ბიჭო, რატო ხარ ეგრე რომ ყველაფერი მოგწონს და ყველაფერი ქსიამოვნებს, ა? ბიჭო, რა მაგარია, ყველაფერი რომ მომწონს და მსიამოვნებს, არა? კარგად მოვიფიქრეთ, თორნიკე რა უნდა მოგეხმაროთ. დილას ჩემმა და მითხრა თუ არა? მეთქი, ოღონდ გიორგი რამე მთხოვს, მეთქი ძმაო და სარდაფს დავალაგებ კი არა, ახალ სარდაფს ამოთხრით ხო რა? თუ კიდე ის ყურძენიც მე ვიქნები, თუ არა გადა დამწურეთ. ძალიან დიდი სიამოვნებით რა, ძალიან დიდი სიამოვნებით. ვა, ძეხვი და პური, მაჭამე რა. ვარ ზეხვიცა. თორნიკე, მომისმინე. კახეთში მე ზურა მომყვება. ხო, რობერტიმ სარდაფი უნდა დაალაგოს. მოდი შენ საქმეს მიხედე ძალიან გთხოვ რა. არ მეწყინება. რას ვიყურებ, მართლა გეუბნები. კაი, მაგრამ მე ვიფიქრე რომ რა? ვაი მეცკიო. რა მე ვიფიქრე რა იფიქრე, შენ რა იფიქრე, რას ფიქრობ, გამაგებინე კაცო. ბიჭო, არ და მე ხო ვიცი რომ გულის სიღრმეში გეწყინება არა. მოდი ვიცი რა ვქნა. რობერტი დაიხმარე სარდაფის ალაგებაში. მე შემიძლია ყურძენზე გამოყვე. ყურძენზე მოყვება თქო ზურა. კარგი თორნიკე, წაგიყვან ოღონდ ერთი პირობით. რა პირობით? იქ უნდა დარჩე სამუდამოდ. რა მაგარია, დავაი წავედით. ბიჭო, ეხლა ის რა გამახსენდა? გახსოვს შარშალ მე და შენ რა მაგრა დავწურეთ ყურძენი? ხო. რა ჩეს ბიჭო, შენ სადაც რა ჩქარაქენი რა, მიდი რა. ჩვენი არ დამიქციო. ვა, ბიჭო, თუ შენყვა. აი, მიდი შენყვა. რა მოგივიდა, რა სახე მიშალე, ბიჭო. რა სახე გაკრავა. გეცინე, ბოდო. შენ თუ გეცინე, ძმაო, აჰა. მოიცა. გიორგი, წამოდი ერთი წუთით. იო. შენ თუ ყურძენს დამაწუნებ, ვიცი როგორ დავწუნავ? აი ეს. ფო. რა არის გიორგი ახლა? რა გინდა? აი ხა გისმენდით. ადამიანს უნდა რომ რაღაცაში გამოგადგეს და მოგეხმარო. შენ კიდე არაეუბნები და ეწყინება რა. არა, ეწყინება არ იცნო. გეუბნები ეწყინება. მაგისტრის დამიჯერე რომ ორივე ვარიანტს ნიშნულობა არ აქვს. სულ ერთია მაგისტრის. გიორგი ეწყინება. თუ გინდა შევამოწმოთ. წამო. აი, აგერ შენაგერმა მიდი. თორნიკე. რა? კაი, თუ გინდა წავანყავი კახეთში. მართლა, ჯიგარი ხარ წავედით. თან მე მიხარია უშემოთ არსეთ რო არ დადიხარ. ხარია. არ კიდე ბიჭო, მოდი იცი რა ვქნა. ხო. შენ დღეს დარჩი რა. ვა, მაგარია, დარჩები, ჯიგარი ხარ. იცოდი ხო, გზავრობას რო ვერ ვიტანე. ხო რა? არ ნეგოვა. წარმოიდგინე, ყველაფერი ცეცხლშია გახვეული, ხვდები? თქეში მოდის ჩვენ წევა ტალახში, მარტო მე და ერთი ტიპი გადავშით, მაგრამ იმას მუცელი ქონდა გამოფატრო ესე ნაცვლაები გამოყრილი. პატარა ვარ და თუ დათხვდები ეგეთ რაღაცეებზე, ნუ მიყვებით ეგეთ ისტორიებს. მართლა. მოდი ახლა ცოტა გავხიარულდეთ, რა? აბა, სალმე გავხიარულდეთ, გაიცია! კარგი, მაშინ ხომ არ მოგშიდა? არა. არ მოშიდა. წვერი გინდა შენ, ხო? არ მინდა წვერი. არა. ხომ აქცივა? არა. გინდა ჩაი დაგალებინო, კარგი ჩაი. არ მინდა. არა. კარგი, მაშინ მოგიყვები კიდევ ერთ ისტორიას ომზე. ვაი, მე არ მინდა არა. არ მოგშივდა აქამდე? მოგშივდა ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ეხლა მე რაღაცას მოგიმზადებ. ხელები ხო გაქვს დაბანილი? გავიბარე. კბილები? გამოვიდა. რომ იცოდეთ, სალომეს არც პირი დაუბანია და არც კბილები გამოუხეხია. ისე სხვათა შორის არც მამუკას დაუჯერებია ეს ყველაფერი. აბა ეხლა შედი ამაზონში და ხელების დაიბანე, კბილების გამოიხეხე. მოვა მამა და ყველაფერს ვეთქვი. ძალიან კარგი უთხარი, ეს შემომასება და მაგრამ ორივეს ერთად დაგჟით. სალომე, როგორ ხარ? ვა, ნიკა, როგორ მოგაგენი? აი, მოწყენლობის ხმას გამოვყევი და მოგაგენით რა. ზემა. ნიკა რომ მოხვედი, ჩვენ და ხო დარჩები ცოტა ხანი? დარჩები. Yes. ზურაც ვერ შეგახოლმა. კი, მე სულ მაგას ვამბობ რა, ზედ გამოიწილი მამამიც. აი რა სისულელია ეხლა მამუკა ეგ. ჩემნაირი და ზედ გამოჭრილი რომ იყოს ხო ასეთი იქნებოდა.
ნიკა, ზურ არ არის სახში. კი, ვიცი, დამირეკა გიოს მიყვებიო ხურძენზეო თუ რაღაც ეგეთზეო მამუკაც გასასვლელია და ბავშვთან დარჩიო, თან ნახე არ გამიგიჟოსო. და მე ვარ გასასვლელი კი. განაგმოს ოპერაციაში უნდა მივიღო მონაწილეობა. ოჰო. ანუ მართლა გადიხარ? შენ რა გიხარია გამოგიბენეთ? იქ ვიღაცას რაღაცა რომ შეშელო სახში მარტო ჩემი ულაში მოვა. მამუკა ბავშვია და ისეუნები. მოგლე წავედი ახლა მე. მიხედა ხა შენ სალამს აი რაღაცები აჭამე. არ მოიწვრა შვილი. აუ, შენ თან ვიყავ, ისე მოვიწყინე რომ გონი გამითავდა ეგსობა და ვეღარ მოვიწყე. აი სალო მე რომ მოვა შენ ახლა არ დავხვდები, მაგრამ მამა შენი ხომ დავხვდება. აი იმას დავжи ორმაგად. ასამაგად. ვა, რობერტ, მოდი ბიჭო, მოდი. მოდი. რა გდის ისე ნატავნახე, ხო? არა, ვერ ნახე და ეგ მიყვირს ზუსტად. დიო, ამებს გავიხდი მე ხალ. კაი ბიჭო, რას გაიხდი რა? რა უნდა გავაკეთო, რომ გადაგაჩვიო რა? რა გჭირს მართლა შენ რა მოგივიდა? იმდრეს ფეხი გამიცივდა და გამარჯობა ხალხო როგორ ახარ? რა ვაღარ რობერტ? ფო! თონიკე ძამიან მეც ერთ-ერთ. და არა ახლა იცი? ძალიან შინაურულად რო ვიყოთ ერთმანეთთან, ჰაჰა და გამეცინებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არა, მაგი ლამაზის აქცია. ეს რა მაგარი კაცია ჩავიდეთ დავალაგოთ სარდაფი და მერე წახვალ ყურძენს. რა ვიცი, აქამდე ეგრე ვფიქრობდი, მაგრამ მე მგონი იმდენი დრო დავკარგე რომ ვეღარ მოვასწრებ დღეს რობერტ. ხო, რა ვიცი, შენ როგორ თქმა. თუ გინდა, წადი შენ ყურძენს და მე დავალაგებ სარდაფს. თან რა უნდა ეხა მაგის დალაგებას, აგერ თორნიკემ ძიმენივთებს და ბოცებს გადაიტანს, გადმოიტანს და ჩემი თამონია დახვედავს იქაურობას. ნუ 5 წუთში დავალაგებ რა. იცი რას გეტყვი რობერტ? მე მგონი შენი დახმარება აღარ დაგჭირდება, იმიტომ რომ თორნიკე მოეხმარება გიოს, ესე გადაწყდა. რა იცი? ხო და ადრე შენი გაფრთხილება ვერ მოვასწარით, მაგრამ ჩათვალე რომ დაეხმარე უკვე გიოს. დავეხმარე უკვე? კი. ო, გიო. გახსოვს იმ დღეს სარდაფის დალაგებაში რომ დაგეხმარე? ერთი წუთი. ხო და რაღაც ის მინდა გთხოვ და არ ვიცი როგორ. იცი რა არის რობერტ? ჯობია ჯერ მოეხმარო მართლა, მე უფრო ვერ გეტყვის უარს. თანიკა თავადაი, გეხუთო ნემე. თამუნა. მე უკვე ვთქვი რომ დღეს ჩავატკო რობერტი და დაალაგებს სარდაქს. კარგი, შემდეგში ჩავიდეს თორნიკე და მან დაალაგოს. კარგი ეგრე იყოს რა. აი რა უსამართლობაა ეხა გიო, მარტო შენი ნათესავები რატო უნდა გეხმარებოდნენ? თორნიკე რომ მოგეხმაროს არ შეიძლება. კარგი თამუნა. მეც მაგას არ ვამბო. აი ჩემი ნათესავი რობერტი იქნება და შენი ნათესავი მე ვიქნები. იცი რა არის? შენ ახლა იცი რომ ხო იცი რომ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას იღებ ხოლმე, მაგრამ აბა ცოტა დაფიქრდი. აი წარმოიდგინე ახლა ესეთ საქმეზე რობერტი როგორ უნდა გავუშვა, ცოტა არ არის? სტუდენტია ჯერ, ძალა არა აქ ხელში. 1-2 წლის წინ გემახსოვრება 1 ტონა ყურძენი ისე დავწურე, ხელი არ გამიჩერებია, ხო გახსოვს? თორნიკე ძამია. მე 13 წლის ვიყავი 1 ტონა ყურძენი, ისე დავწურე, ხელი არ გამიძრევია საერთოდ. ერთ ძალიან უაზრო და თან სასაცილო შეჯიბს მაგონებს ეს ყველაფერი. იცით რა არის? ჩემი აზრით მექსიკელები და ქართველები ერთმანეთს საკმაოდ ვგავართ. ტემპერამენტით მაინც. ეტყობა ზუსტად ამიტომ გამახსენდა თორნიკეზე და რობერტიზე აი ეს. რა ვიცი, ძამია, რა ვიცი, მე დამირეკეს დახმარება მჭირდებაო და გამოვცხადეთ. დავშევით გიო აბა, როდის ჩავდივართ სარდაფში? აქ როგორც ვამბობ, ჩემ ნათქვამს აზრი არ აქვს რა. თქვი რობერტი ჩავატკო და ჩავა. აი მე რა პრინციპით ირჩევ, ერთი ძალიან მაინტერესებს ვინ უნდა ჩამოვიდეს ხვევით. იცი რა გავაკეთოთ? რომლის სახელიც უფრო გრძელია? ჩამომეფარე ერთი შენ. რომლის სახელიც უფრო გრძელია, ის ჩამოყვება შენ სარდაფში, კაი? კაი. რობერტი, თორნი. აი ორივე 7-ია, ეხლა გავაკეთო. აბა რა რობერტი 8 არის, მოგიგე. აი რას გადაეკიდე ახლა ამ რობერტის? აი რას ამოიჩემე გიო? რა შეიძლება რა თორნიკე ჩამოვიდეს შენთან ერთად? მოიცა შენ რაღაცა ისე გინდა რომ რობერტი ქვევით? შენ გოგო ხო არა ხარ რობერტ? ვა!
მჭირდებით საერთოდ თქვენ? მე წავა და მე გავაკეთებ ყველაფერს. მე გავასუფთავებ სარდაფსაც და მე მოვიდან ყურძენსაც. არ მჭირდებით რა თქვენ რა. უყურე? მაინც მიამირჩია. შენ რა შუაში ხარ? არ მჭირდება თქვენი დახმარებაო და მე ბიძაშვილი ვარ, ახლა თქვენობით არ მომართავდა. რობერტ, ეხა შენც გაჩერდი რა. შენ მომჩი გაჩერდი ბიჭო. გაჩერდიო. აუ რა ის დიდო გული გამისკდა. ვერ ხედავ რა მოლტფილმია. მულტფილმი კი არა, სად არის ჩემი გასაღები მივიდივარ კახეთში რა. მაზაში იქნება რა. სად მაზაში ვერ პოულობ. კარადაშია მესამე თაროსი. წავედი. რა შევისალმე, თამაშობ? აუ რა იყო, რა მოწყენილი ხარ მართლა რა გჭირს? ჯერ ერთი მომბედა, მთელი დღე ამობანას თამაშობდა. მე მეორე კიდევ რაღაც მოხდა. სერიოზული არის რამე? მე ხო იცი შეგიძლია ყველაფერი მომიყვანო. მე არ ვიცი შენ რატო გეუნები, მაგრამ შეყვარებული დამშორდა. უი. ო, ცუდია. აუ დილას მომწერა, არ მომწერო, აღარ მიყვარხარ, მე სხვა მიყვარსო. აბა რომელია მანახე ერთი? მე დავაპარაკები. აი ესა, ონლაინა. ეს, აბა სხვა ფოტოების მანახების სახეზე დავიმახსოვრო ერთი. აჰა, ეს კალევინა. დედამისი. დედა, მანახე. დედა. იცი რა ზოლმე, არ ენერგიულო შენ ამაზე, მე მოვაგვარებ ამ საკითხს და ველაპარაკები დედას. ისე რა, გენში გაქვთ თქვენ ეს დაშორებები თუ რა უბედურებაა? ვიცი რა, ისე ყველაფერი გვანცას ბრალია. გვანცა მიღა? ეხლა ეგ უყვარს მე-10 კლასელია. ისე ეგეც მართალია, ყველა ბიჭი ერთნაირია. აი რა იცი ახლა შენ ერთი შეყვარებული ყავდა ჯერ სულ. აი სალომე დამიჯერე, მაგაზე საერთოდ არ უნდა ინერვიულო რა. იცი კიდე რამდენი შეგიყვარდება და გადაგიყვარდება. მართლა. ძალიან ბევრი. მეც აი იცი რამდენი მიყვარდა. თან მე ამათ სახელებს ვიწერდი ხოლმე რა და რომ გადამიყვარდებოდა და სხვა შემიყვარდებოდა ტატუს გადავიკეთებდი და აი ამიტომ არ ესეთი მოხატული. აიცება. მოკლედ, დამიჯერე. აუცილებლად ტიპოვი შენ ნამდვილ სიყვარულს ისეც როგორც აი ძალიან მაგრად შეგიყვარდება, იმასაც ძალიან მაგრად შევიყვარდები და აი როგორც კი დაინახავ მიხვდები რომ შენი პრინცია რა. მართლა? აბა რა. მე კიდე ეგეთებს არ მჯეროდა. ხო და უნდა დაიჯერო. და ნეტა ვინ იქნება ის პრინცი? ო, აი ნებისმიერი შეიძლება იყოს. აიც. მართლა? ხოდა წავიდა გიო და მთელი დღე ისეთი მოწყენილი ვარ, სამჯერ აურიე და დავალაგე სახლი. შენ როგორ წავიქეთინოტო? რატო მარტო? ჩემ ცხოვრებაში არის უკვე ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი. აუ, ეხლა არ მითხრა რომ ის ადამიანი ლევან თოდუაა ქეთი. არა, ლევანი, სალომეზე გეუბნები. და ისე რა ხდება თქვენ შორის? აი თქვენ შორის არის როგორ გითხრა ქიმია? არა, ჯერჯერობით მხოლოდ იურისპრუდენცია. რატო მე ქეთი? რა კარგი ბიჭია, დავინახე თუ არა, იცი როგორ მომეწონა და როგორი ხელის მტევნები აქვს, დაკვირვებული ხარ ქეთი? არა, ხელის მტევნები ჩვეულებრივი საქმიანი ურთიერთობა გვაქვს. მართლა არაფერს არ ვძნობ ლევანის მიმართ. სულ არაფერს? არაფერს. მიუხედავად იმისა, რომ სალომეს თავს გეფიცები. აი კიდევ კაი ესეთი პასუხები გამეცი, თორე გაგწიწკნიდი აქვე რა. მივხვდი რომ ამოწმებდი და ეხლა მაგის გამო ნუ გამწიწკნი რა. აუ ქეთი რაღაც მინდა რომ გთხოვო. გიორგი სულ ამ დროს მომოწმებ ხოლმე ტელეფონს და ისეთი მიჩვეული ვარ, მათხოვე რა შენი გეხვეწები. კაი გოგო ხარ შენ. თამო. არ გინდა ამ დღეებში რომ შოპინგზე წავიდეთ? რა, თან ხო ვიცი რომ გიორგის ხელფასი უკვე ჩაერიცხა და ერთი სული გაქვს როდის დახარჯო. არ მოგენატრა ჩვენი ერთად შოპინგი.
კეთი, მე უკვე ვიშოპინგე 2 დღის წინ. მარტო? არა, გული კი მწყდება, მაგრამ რო წარმოვიდგე როგორ დარიხარ მაღაზიებში მარტო, მომწონს კიდეც. კეთი, რაღაცა უნდა გითხრა. გეხვეწები რაღაც სწორად გაიგე, ხო? ისეთი არაფერი. შოპინგზე მაიკოსთან ერთად ვიყავი. კეთი, გეხვეწები დაძმარდი, კეთი გთხოვ. ყველაფერს აგიხსნი, დედას ვიცავარ, ყველაფერს აგიხსნი, მართლა გეუბნები. ის ახსნა არ არის საჭირო ყველაფერს მივხვდი ისედაც. კეთი, დამიჯერე, გეხვეწები, ეს ჩემთვის არაფერს არ ნიშნავდა და მხოლოდ ერთხელ იყო. ისიც მითხრა რომ თრალი იყავი და არაფერი არ გახსოვს. აი, მართლა, კეთი, მართლა არაფერს არ ვაპირებდი, მართლა. აი, უბრალოდ მაიკომ თავბრუ დამახვია, კეთი და იგოს რომ არა, ხო ვიმშობდი რა. ხო ვიცავდი რომ რაღაც საეჭვოდ დადიოდით ერთად რა. მაპატია რა, გთხოვ, კეთი, გთხოვ. არა, იმ დღესა დაგირეკე და რომ მითხარი ამცალია, მაგით იყავი ხო დაკავებული. და მე რომ დაგირეკე და რომ მითხარი დაღლილი ვარ, რომ მაგითი იყავი ხო დაღლილი. ხალხო რა ხდება? მე გვიან ჩავერთე და გამაგებინეთ რაზე ლაპარაკობენ ესენი, ნუ გადამრიეთ. არა, გიორგის უნდა დაურეკო და ბოდიში მოუხადო რა. გიორგის ატოლნა მოუხადო ბოდიში. ის სულ მეულებოდა გრძელი ენა გაქვსო, მე კიდე არ ვუჯერებდი. თუ არა მაგზელი. არა რა, გიждები რა. ვიმე კარგი მაინც წაგიყვანა, მაიკო რა მაგარჩევინა. კეთი, გეფიცები. მთელი შოპინგის განმავლობაში სულ შენზე ვფიქრობდი. ერთხელ მაიკო შენი სახელიც კი დაუწახე, კეთ. არა, ვერ ვხვდები სადაუშვი შეცდომა, რა დაგაკელი. შენი არჩეული წითელი კაბა რო არ ვიყიდე თუ შენი წითელი ფეხსაცმელები რო არ მომეწონა. ისე ძალიან მეწყინა მართლა. თამნა, ეხლა ყველაფერი უნდა მითხრა რა. თავიდან ბოლომდე ყველაფერი მინდა რომ ვიცოდე. მიდი. ისეთი არაფერი, კეთი. აი, ისეთი არაფერი, კეთი. უბრალოდ ჯერ პეკინზე გავიარეთ 10-ოდე მაღაზიაში. მე იმან აიჩემა, რომ იქ წავიდე და სავაჭრო ცენტრშიო. მე ვაკეშიც გავიარეთ და მე ყავასაც დალევდით სადმე გოგოები. არა, აი გიორგის უნდა დაურეკო და კიდე ერთ რაღაცას უნდა მოუხადო ბოდიში. რა ყოფილა ის ვიღაცა რომ შენზე ეჭვიანობს რა. თამნა, დარწმუნებული ხარო. ყველაფერი მითხარი და აღარაფერს აღარ მიმალავ. კეთი, შენ დარწმუნებული ხარ რომ გინდა იცოდე? კი. მიდი მითხარი. კეთი, აი შენი სახლის კუთხეში რომ მაღაზი. როგორ შეგეძლო? შენ საკუთარ სახლთან მაღაზიაში სხვა გოგოსთან ერთად. არა, მე საწყალი კიდე კაბას ვერ ვიწერ, რომ შენ არ გეწყინოს. გეწები და მეჩვენები და უფრო მაღალი მეჩვენები გთხოვ. არა. ყველაფერი იმის მერე რაც მოხდა, ჩვენ ერთად ვეღარ ვიშოვ. კეთი, ძალიან გთხოვ რა, კეთი, გთხოვ, დაფიქრდი, ძალიან გთხოვ, აწონ დაწონე ყველაფერი. რაზე დავფიქრდე? შენ ფიქრობდი ამ კარიდან მაიკოსთან ერთად რომ გადიოდით? არა, წავედი და როგორც კი გავალ, ეგრევე ეკატერინეს დაურეკა და ეკატერინესთან ერთად წავალ მაღაზიაში. აი, გეხვეწები რა, ეკატერინე რა იცის მაგარ შოპინგის გეხვეწები რა, უღოდ ეკატერინე არა, გთხოვ, მაპატია. არა, აქ მე ვეღარ გავჩერდება, ყველაფერი ჩვენ ერთად შოპინგს მაღაზიაში. კიდევ კარგი კეთის, გიორგის და მაიკოს ამბავი არ გაახსენდა და გაბრაზებულზე არ უთხრა თამუნას, თორემ აქ ისეთი ამბავი ატყდებოდა, რომ არა, მაგაზე ფიქრის თავი ახლა ნახდათ არ მაქვს. ჯობია რამე ძალიან კარგზე ვიფიქროთ. წავედი მე. ესე უსისხვილოდ შემოდიხარ, ხო უკვე აქ? გიტყვი მე მაიკო. ახალი შარვალი გაცვია? ხო, ეს მე და თამუნა. გაჩვდი. წლის გადაიტანა უკვე ერთხელ ეგ ამბავი. ხო, მეც მაქვს ზუსტად ეგეთი შარვალი და იცი რა კარგად ხარ, ბოღო ტილოთ. კარგად გძენდებოდეთ. მე ეკატერინეს ურეკავ. კეთუშ. ხდება თამუნა, რა აგრესიულია ეს გოგო დილიდან, რა არის? მოდი გეტყვი, მოდი. შეგეძლო. სადღაც ვიჯო. დადგა. სორდი. ფრენა. თავისუფლად. მოგლეთ. ეს ველი სავსეა საბჭოთა კავშირის დროინდელი ნაღმებით. ჩვენი ამოცანაა მათი აღმოჩენა და გაულებელყოფა. გასაგებია? გასაგებია. დაიშალე. საწახვედები მოიცა. აქეთ დროხები ძოვენ ხოლმე და ამაში არ ჩადგა ფეხი.
მოდი შენ უკან. მე წავალ წინ, თქვენ უკან გამოვღებით, თორემ თქვენი ამავე ეგრევე ნაღვს დაავიჯეთ ფეხს. წავედით. ვაი. რა მოხდა? მე მგონი ნაღვზე დაავიჯეთ ფეხი. დარწმუნებული ხარ? კი. ფეხითაც ხსნობდა, ხმას გავიგონე, წკაფ. წკაფ თუ ტკაც? არა ბიჭო, თუ ტკაც მაშინ ბახ. ეს ხო წკაფ. ეხლა მთავარია არ დაიწყე. არ გამიძრე? ხო. რას ლაპარაკი? კარგი მითხარით, თან გაქცევას ვაპირებ. ჩემი სახელი შევახსენე. ზაზა. რიგითო. ზაზა. ეხლა კარგად მომისმინე. ახლა მარტო შენი იმედი მაქვს ხვდები? იმიტომ რომ აი ამის იმედი საერთოდ არ მაქვს. შეხედე რანაირად იგურება. შეხედე. ამიტომ მარტო შენ შეგიძლია ჩემი გადარჩენა, გასაგებია? ჯერ ვნახო რა ტიპის ნაღმია და მე რეკონდეთ ჩემი იმედი ხო? ხო, მე. ეხლა ეგ ვიღაცას ფეთუს რო გეთქვა, ეს გულიანად გადავიხარხარავდი, მაგრამ ეხლა ეხლა აიოზე ნათქვამი რა. ცალი ფეხი სამარეში მიდგას რა. რა, გასაგები. ჩეზლებ. გაუნაბლებ. არ ვიცი. რა არის კაცო, გამნაგონია რა ხარ? კი, მაგრამ პირველად თუ ასეთ სერიოზულ ოპერაციაზე, აქამდე მხოლოდ ტელევიზიებში გვიწევდა სიარული. რა სიყვარული, რა ძმისები. გამოგივიდა რა. წადი ვიღაცას დაუძახე, მაშველებს აბინო, წადი. ახლავე. სირბილეთ ბიჭო. სირბილეთ ბიჭო. ესენი დამღუპავენ ესენი. რა ხდება? ეხლა მთავარი არ გაინძრე. მოიცადე. ვიცოდე. მოიცადე, სანამ დაიწყებ. შენ ახლა ეს რო აფეთქდეს, რამე დარჩება ჩემგან? რა ვიცი, თუ ტასაცმელს გაიხდით და დამიტოვებთ, მაშინ კი. რა არის ეს? ვერები ვაყიდინე, დავიტანე. დამისადე, თუ დავიტანე, ხვი. და წესიერათია. ჩვეულებრივი შოპინგი მოვიწყეთ, არა? ხო. მეც ძალიან მომეწონა, მაგრამ აღარსად აღარ წამოვალ. არა, მინდა რომ ეს შოპინგი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან ფაქტად დარჩეს და ჩემს ცხოვრებაში მინდა. აღარსად წამოვალ შენთან ერთად. არასოდეს დავიტანჯე. მეკრე შენ დამტანჯე. დღეს რაც ჩვენ გავაკეთეთ, ეკატერინე, ეს არის შოპინგზე სიარული და არა შოპინგზე სირბილი. გამარჯობა. ორი ყავა და ორი ნამცხვარი თუ შეიძლება. არა, მე ყავა არ მინდა, თუ შეიძლება მექსიკური კარტოფილი და ლუდი. ეკატერინე, ლუდი არ არის ქალების სასმელი. კარგი, მაშინ ერთი ყავა მოიტანეთ და მე თუ შეიძლება კარტოფილი მოვიტანეთ და ლუდი ოღონდ ლუდი ყავის ჭიქაში ჩაასხით. შენ მისმენ ეს მობილური ნაღმზე ხომ არ მოქმედებს? არა, ძველი ნაღმია. მობილური არა. ძალიან კარგი. მისმენ ისა, ზაზა. ტელეფონზე ლაპარაკის დროს სიარული მიყვარს და მაკონტროლე რომ არ ვიარო, კარგი? ხო. აი, ვის დავრეკავ ახლა? სურას დავრეკავ. არა, ჯერ დედას დავრეკავ. მაგრამ დედა ინერვიულებს და დიმიტრის დავრეკავ. დიმიტრი, გამარჯობა, მე ვარ მამუკა. ხო, დიტო. მამამ რომ დაგტოვა, ეს მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და სიტყვა მამა ძალიან ცოტაჯერ მაქვს ნათქვამი ცხოვრებაში და მთელი ცხოვრება მინდა რომ ვინმეს აი ესე მიმართო და შეიძლება შენ მამა დაგიძახ ხო? მადლობა მამა. არა, რა ხდებოდა საერთოდ? უბრალოდ მინდა რომ მეთქვა რომ დედას კარგად მიხედა და მოვარე მეთქი და ხო. კარგი, მამა. შედო. მამა. ახლა ბიჭო, მაგასაკეთე. მე მგონი გამოდის ცოტა დროც მინდა. ხო, მაშინ კიდევ ერთხელ დავრეკავ ყოველ შემთხვევაში. რაიც. ზურა გამარჯობა, მე ვარ მამუკა, შენ ძმა. ვიცი, რა გჭირს, რა ხდება, აბა გამაგებინე. ხო, გიო, მოვალ ეხლავე. ზურა მომისმენე ბიჭო აქეთ. მე მგონი ცუდათაა ჩემი საქმე, გაიგე? ხო და მე მგონი ეს ბოლო საუბარია ჩემსა და შენ შორის, ხო ხტები? ვა, მართლა მაგარია. კაი, აბა ჰე. გიზია, ხო? გიზია, აბა რა არის, ნუ. ბიჭო,
ზურა, არ გამითიშო, უნდა რაღაცა უნდა გითხრა მნიშვნელოვანი, გაიგე? ხომ გახსოვს დღეს ველზე რომ უნდა გავშულიყავით? განაღმო, ხო და იქ ავარ ეხლა და ნაღმოზებთ გავალ. გეხარ თუ ზიხარ, ახმაგან. არ არის ეხლა მაგების დრო, მომისმინე. ზურა, თუ კი შენთვის სამე მისყნინებია, მინდა რომ ბოდი შემოგიხადო, მაპატიე, ჩემო ძმაო. ხო, მამუკა, ეთყობა ეგ ნაღმი ძალიან გრადუსიანია, დიდხანს უიდგები ზედ რა. მოიცადე ზურა, მოიცადე. რაღაცას გეუბნები სერიოზულს. ზურა, შენ ხარ ჩემი ძმა. მე მყავს შვილები. ხო და რასაც გეტყვი, კარგად დაიმახსოვრე. ჩემ შვილებს ახლოს არ გაეკარო და მათი აღზრდა არ მოიდომო, თორე არ ვიცი რას გიზამ. გაიგე? მამუკა, გამაგებინე დროზე რა ხდება, თუ არა და მეჩქარება რა. და კიდევ ერთი რამე, ადამიანის მოსმენა ისწავლენ. ეხლა ერთ რამეს გეტყვი და სიცოცხლის ბოლომდე უნდა გახსოვდეს, გაიგე? მოშვებული ონკანი არასოდეს აღარ დატოვო და როცა შედი ხარ ტუალეტში, დასაჯდომი უნდა აწიო, გაიგე? იმიტომ მე აღარ გაყოლები. აი მე გამაგებინე რა გინდა? ზურა, ძალიან გთხოვ რა. მოდი. უკანასკნელად, ერთი ის რა. მითხარი რა გინდა? არა რა, თქო უკანასკნელად ის და მე რეგეთ. იტირე ჩემო ლამაზო შეყარებულო. ბრაბაბამ. კარგი იყო ზურა, მადლობა, ჩემო ძმაო, მადლობა, კარგად ზური, კარგად. რა კარგად, რა ხდება, რა გააკეთეს მითხარი, განაგმეს ვიღაცაებმა? არა, ნუ ველავ შენ, უკვე რაღაც მეგონი ამთავრებს უკვე და აბა შენც, კარგად იყავი. არა, მოიცადე ზურა, არ გათიშო რაღაცა SMS-ი მომიდა, ეთყობა. ხო იცი, რამდენ ადამიანს უყარვარ, ეთყობა, ეს სიცოცხლის ბოლო წუთებში ვიღაცას გავახსენდი და მოიცადე ერთ წუთი. მოიცადე ერთ წუთი. თქვენი ამასი იწურება და თქვენი ყალვე. მომისმინე, აუცილებლად გადმომირეკე მე, გესმის? გადმომირეკე. ზაზა, რა ხდება მათ? შეიძლება ამის განაღმა, თუ ვერ შეიძლება გამაგებინე, რა ხდება? სამწუხაროა, მაგრამ მექანიზმია გაფუჭებული ამდენი მიწაშიდების დროს. ანუ ვერა? სამწუხაროდ ვერა. და გუშინ ცოტ ხასიათზე ვიყავი, იმასაც ვერ ეტყვია, რომ გუშინ ნახე და იცინოდაო. და ერთი წამისი ხო ვიცინოდი? რომ გადახდეთ, შეიძლება არ ქონდეს სიმხელა აფეთქება და შანსი გაქვთ რომ გადარჩეთ. ხო? კი. კარგი, ხა, მიდი, ზაზა, შენ უკან გაიწე რამე არ გემართოს, მიდი. მე ვცდი, რაც არის. მაგის დედაც ვატირე. თუ გადავში ხო გადავში და თუ არა და იმ უხერხული ნაწილების ამბავი ხო გახსოვს, ხო და? არა, მოკლედ, ღმერთო მიშვი. ეს რა იყო? პატარა დაჟანგებული დეტონატორი იყო. რა თქმა უნდა, ეგრე გამოვიდა. მართლა გავს და, ჰა? იტო მე ვარ ისე მამუკა. მე მამა არა ისე კაცი. მომისმენე. რაც ახლა გითხარი. არ იყო ის არაფერი, არ დაიჯერო, მოგესმა. ხო, მოგეჩვენა. ნასვამი ვიყავი ბატონო, ხო? რა იმაში ვისაუბრე, 10 წუთი წინ ვიყავი ნასვამი, ხო? რა გიგვის? უკან გამაკეთე ხოდა დედას ვერ მოუშავე. აი ბიჭო, სარდაფში რაღაც გინდა ფეხსაცმლის გახთან, ნუ გამაგე. არა. აი მეც ვარ. ხო, კიდე კაი გამოიცვალე, თორე დავისწრებულით. რა მაგარი სარდაფია რა? აი რა კაცია გიო რა სარდაფიც რომ მაგარია რა ენაცვალი რა ჩვენ საღო кайუქენით აქ ჩამოვედით ახლა რატომ დაიწვალოს კაცმა თქვი და სანამ სურა და გიორგი ყურძენს იყიდიან ჩვენ მანამდე დავალაგებ აკავრობას თან გაუხარდება გიოს მაგრად აბა რას იზავს ბიჭო ჩვენ ახლა რა უნდა ვქნათ იცი ეს ძველი ღვინოები ჭურჭლებში გადავასხათ ახალი ღვინოსთვის ადგილი გავათავისუფლოთ და ხო იცი მე ძმაო გიოსთვის ყველაფერს გავაკეთებ რა ყველაფერს თუ გავაკეთებ რა ჩამომიყვანი ახლა ბიჭო აი საქმეს ვაკეთებ თქო რა მოგივიდა თან ჩვენ ვარ ჩამოსული მუშები ხო უნდა მოიყვანა. ეხლა ამ ყველაფერში ერთი 100 ლარი მაინც უნდა მიეცა რა. 100? ხო რა. მეტი არა? ერთი ეხლა ამაში რაღაც. იყოს 100 ლარი. ბიჭო, რაზე დავფიქრდი დღეს? ბიჭო, გიოს მგონი ისე უყარვარ. ისე უყარვარ რომ ხანახან ცოტა არაბუნებრივათას მეჩვენება ხოლმე რა. მართალი გითხრა ეს შემაწუხებელია ეს ყველაფერი მაგრამ. ბიჭო, ჩემი დისკმარია და ხო ხთებია რა. კაი, მოკლედ ბიჭო, ჩვენ ახლა რა ვქნათ, ის გადავინაწილოთ, ვინ რა უნდა გააკეთოს, ხომ უნდა ვიცოდეთ? არა, იყავი შენ მე გავაკეთებ ყველაფერს. არა, კაცო, ერთად ვქნათ.
არა, არის ახლა იცი, ბოლოს მაინც მე დავიბრალებ ყველაფერს და როგორც იყო. კაი, მაშინ შენ ღვინოები გადაიხ. და მე აქ ამ კარტონის ხუთს გადავწევი. კაი ძმაო. სამშაბათს შევთავაზები. არა, კაცო, ერთად თქვა თქო, ხო გითხარ? რა გინდა, და მე ახლა რთულს თქვა, მძიმეს კი არა. კაი, პრობლემა არ არის, კაი ძმაო, კაი. ხო, თოკო. ისე თამონადაგიო აქ ხშირად ჩამოდიან სარდაფში? და რა იყო რა? შენ ახლა ამის გაქირავება გინდა და გაინტერესებს გაიგებენ თუ არა, ხო? არა. ეგ რა შუაშია, კაცო, ისე ვიკითხე. აბა, ისე გაქირავდება? კაი, მოიცა რა ბიჭო, რა. ბიჭო, ნახე რა, რამდენი ღვინოა და სულ წუწუნებს სასმელი არ მაქვს. ვკითხო არა. ო, და ნახე სახელების რომ მიუწერია. ცოლიკაური, ისერა, სვანე, თორნიკესათვის, სურაზ თორნიკესათვის. ოუ, რა კაცია, აზე ხარ ჩემთვის, აქ 20 ლიტრიაში ღვინო ცალკე გადადებული. აუ, რა კაცია, ბიჭო, რა ჯიგარია, ჩემი. ფულა ძმარი სულია. ძმარი? აუ, რა მაგარი კაცია, რა პროსტა, ნახე რა. 20 ლიტრიაში ძმარს მინახავს, აზე ხარ ცალკე. მოდი მაშინ, მოდი ეს გადმოწიე ჩაგმოსად. ეს გადმოვასად, ხო? ხო. ეხლა მოდი ჩემო რობერტ. აი არ წვრილი შლანგეთი ძმაო, სარდაფის დაალაგებას გაუმარჯოს. გაუმარჯოს. ესე როგორ გაუხარდება გიოს არა? რა? ძალიან გაუხარდება. პრინციპში ხარ რატომ უნდა გაუხარდეს? რაც უფრო კაის გავაკეთებ, მით უფრო გაუხარდება და კიდე უფრო კაის თუ გავაკეთებ, კიდე უფრო გაუხარდება. ზუსტად ვიცი თქვენც ამაზე ფიქრობთ. მომეწონა რა, რაც უფრო კარგ შემოიტანენ საქართველოში და რაც უფრო კარგ გააკეთებენ, ყველაფერი მოსაწონი იქნება. რაც ცუდ გააკეთებენ, აი, მოსაწონი უნდა ვაკეთოს, ყველაფერი, აბა, სული ვაკეთებ. დღეს დილით გიოსთან ფაფაფაზე ცოტა ცუდად გითხარი და არ გეწყინოს, აი, ცოტა ფეთქებადი ხასიათი მაქვს. არა, ჩემო ძმაო, მე ხო იცი ეგეთ რაღაცებზე არ ბრაზდება. მაგიტომ მიყვარ, გეღუტან. ახლა უფრო ძალიან შემიყვარდი კიდე. აი, როგორ მევასები, იცი თოკო? 1.50 ლარი რომ მქონდეს, არც დაფიქრდები ისე გაჩუქე. ვა, რა ჯიგარი ხარ, შენ გენაც. ზუსტად ესე მევასები მე ძმაო, აი ზუსტად ესე. ანუ მე არა მაქვს 50 ლარი. ახლა ეგ რა შუაშია, რაც 50 ლარი. გამაწევი 1.5 გამაწევი. მომე. ეს რა? ავიც, ძველი მთებია რაღაცა და ვა, მოიცა სანამ შეინახავ დაოთვალე. ეს მე ვაჩუქე გიოს და ინახავს აზე ხარ. რა გულია, ხვდები როგორ უყარ რა. აი ეს რა არის რა თამუნა რა, თორნიკე მაჩუკა სადმე დაკიდეო. არ მჭირდება რა, გადააგდე რა საერთოდ რა მინდა. აი რატო? კაი ხო ჩაიტანე სარდაფში მაშინ ა? მე. ო, ესეც მე ვაჩუქე თო. ნახე, ესეც მე ვაჩუქე. აუ, ყველაფერს ინახავს აზე ხარ. ეგ შესახელზე აცხოვდა ამოწა. მე რას ვერ ხვდები, იცი? რას? კაი, თუ გიორგისთან ერთად ვარ კი, მაგრამ მარტო რატო არ მიშვებენ აქ სარდაფში? ბიჭო, რატო არ გიშვებენ და წერან თამურამ მეთხრა, აქამდე 3 ბოცა გაუტეხა უკვე გიოსო. აუ, ხო, ეგ მართალია ისე. და სამივე ჯერ შემთხვევით მომივიდა, როგორ იცი? აი, ტყვია ვიყავი და ჩამოვედი სარდაფში და მეთქი რა ვქნა და ავიღე ესე რა, ეგ ბოცა და ვათამაშებ, ხელში ვათამაშებ, რა ეხლა გატყდება თქმა და ასე მომივიდა მაშინ. მას როგორ უყრი? რავი, ვიბან რა. მე რას აკეთებ? ვიშრობ. აი მე ვიბან. აი ესე იბან და მეტი არაფერი. ხო რავი, ვიბან რა. კაი, სახის კაც როგორ უვლე? ჰა? სახის კანი. მე მაგალითად ძალიან კარგი სახის ნიღაბი ვიყიდე. კარნავალზე მიდიხარ? არა რა, კარნავალზე. აბა ნიღაბი, ანუ კრემი. მივხვდი კრემი, ესე იგი ნამცხვრის კოსტიუმი უნდა ჩაიცვა. იშოპინგეთ? კეთი რა იყო, ბიჭებთან ერთად დაიწყე სიარული? მე
ლამაზად გამოიყურებით გოგოებო. მადლობა. გაიხარე. ქეთისთვის და ეკატერინისთვის ფრაზა ლამაზად გამოიყურები საერთოდ სხვადასხვა რაღაცას ნიშნავს. ეკატერინე, ძალიან დიდი მადლობა, რომ შოპინგზე გამომყევი და ძალიან ლამაზი კაბა მაყიდინე. ეკატერინე, ძალიან ლამაზი კაბა მაყიდინე და გადარეული. რა გაყვირებს? ეკატერინე, არა, უბრალოდ რა ლამაზი კაბა მაყიდინე? ეს ულამაზესი კაბა, აი აქ რომ გადავკინო. ხელს ხარ შეგიშლი. არა, გადაკიდე, რა ზონა შეგუშალოს. ხო, იყოს. რატომ უნდა შეგუშალოს? ხელი უბრალოდ მაიკო ძალიან გთხოვ რა, შენ რო იცი ხოლმე იმ სასაცილო ამბის მოყოლა, ეგ არ მომიყო, თორე თუ გამეცინა და თუ გადავასხი მე ჩემი ყავა ვიღაცის კაბას მერენა. შენი სამბავი მოუყევი და აგიშტი. ეგეთი გადაძებულიც არ ვარ თამაზე. ეკატერინე, შენი თვალის ფანქარი, მათხოვე რა. რა? შენი თვალის ფანქარი. გინდა ჩემი თვალის ფანქარი გათხოვო? ჯერ შენ დავიხატე და მერე მე მომეცი. კაი, მე დავიხატე ჯერ. რა საკეთი გომეჭრება? ხვეწები რა. აქედან რო გავალთ, მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვა მინდა და გამომყევი რა. მე აბა რა სვიზა, მაიკო, გიჟდები საჩუქრების არჩევაზე. მე ძალიან დავიღალე რა, ძალიან დავიტაჯე თქვენ დებილური ლაპარაკებით რა. სადევ ჩემ ბოტასები რომელ პაპ. აი შენ კიდე, თამულასავი დაანებე. მიაქცევ რა მქეთის დაფა ყურადღებას. არა, ზანდებოდე. Hello. დიახ, მე ვარ. კარგით, ახლავე გამოვალ და კი, 15 წუთში ვიქნები. დიახ, არა არის პრობლემა. კარგით. თამო სამსახურიდან დამირეკა საუძლებელი საქმეა და გეხვეწები საჩუქარზე მე გავიდეთ რა, კაი? ხო, არ არის პრობლემა, მაიკო. ნახვამდის. ხო. მაპატია რა. ხო, თამუნა, პირიქით, შენ მაპატია რა, მე მგონი ზედმეტი მომივიდა. ხო. გეხვეწები რა. მაპატია და კვირდები რომ არასოდეს არავისთან ერთად არ წავალ საშოპინგოდ შენს გარდა, კვირდები. მარც მე და ყველაზე ძალიან რაც მომეწონა ის შენი კიდე. ვაიმე, ქეთი. მომთავრეთ რა. მოურჩით, ჩემო რობერტ, მოურჩით, იმიტომ რომ ჩიტი ფრთებით, ხე ფესვებით, კაცი მძლია მეკობებით. შენ რომ მოჩები პოეზიას. აგერ ეს ხუთი შევადებიან ზემოთ. ზემოთ? ბიჭო, რო ვერ მიწდები? აი ეგ რაღაც მილიარი და მაგას დაადე ფეხი. და აიწევი მაგა და შედებ ამასაც. კაი, მაშინ მე ხავალ ამაზე. შენ ის მომაწოდე. აი.
შეყვარებულს რომ დავშორდი, იცი? არა, საერთოდ არ მერეულობ. პირიქით, ძალიან მიხარია, ახალი შეყვარებული მყავს. არა, ჩვენი კლასელი არ არის. არც სკოლელი, პრინცი. რა, ბიჭო ეს. ეს რა უქნია, ეს რა, კაცო. რა ხალხია რა ესენი რა, ჩემი სარდაფი ნახე რა დღეში ჩაუგდიათ. რა გასკდაო ეს რა ხალხია რა არის ეს? ოხში! ეს რა არის თორნიკე, შენი თორნიკე კი არა, ხამუნა, რასკუნია. ბიჭო, მოგეხმარ, ოი ბიჭო.